უხეშად რო თქვათ ლიანი გადაწყვეტილებათა კრებული ეს არა გადაწყვეტილება რომ დავაჯამოთ სადღაც 5000-მდე იქნება ერთ თამაში რაც 80 წუთის მანძილზე ძალიან ბევრია მსაჯისთვის სისწრაფეში და ამიტომაც გამოვდივართ დიდი თამაშებიდან ფიზიკურად დაღლაზე მეტად უფრო აი გონებრივი დაღლა არის რომ წარმოვიდგინეთ 0.5 წამი გაქვს სტატისტიკურად რეაქციის მოსახდენად რა და ამდენ რაღაცას რო გადაჩოთქავ თავში 0.5 წამში რო რეაქცია მოახდინო გონება იხლება საკმაოდ. ანუ კალათბურთშიც თქვათ რომ შევადაროთ 3 მსაჯია და რაგბიშიც 4 მე მგონი რა. კალათბურთში 2 იქით 2 აქ. არა 3. არა 3-ია და ანუ უსამართლობა. იმიტომ რომ ანუ კალათბურთს მოედნის ჯერ ზომა. მე 10 ადამიანი თამაშობს და აქ 15-ია ერთ გუნდში. ხო, ცოტა უსამართლობა გამოდის. არა, არ ვიცი, ყველა სპორტს თავის სპეციფიკა აქვს, რა თქმა უნდა, იქაც არის ისეთი სადაო მომენტები და იქაც არის უმაყოფილება. ინტენსივობა უფრო დიდია ხარ. ინტენსივობა, კი, რა თქმა უნდა, არის, როგორ არა და ფიზიკური ხდება თამაში, ემოციური ხდება და ასე შემდეგ, მაგრამ რაგბიში კი ძალიან სწრაფად ხდება რაღაცეები, აი ძალიან სწრაფად ხდება მოედნის სიდიდის გათვალისწინებით რა და თან სუბურთთან უნდა იყო და სიტყვა შეიძლება ეს ბურთი ფეხით გადაიკიდოს და რაღაც შორს აღმოჩნდეს ამით რა და მე უნდა გაასწრო ვიღაცას. უნდა გაასწრო ყველას და ყველაფერს.